მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის GT channel-ი. დღეს გთავაზობთ აი ამ ნივთის ვიდეო განხილვას. თუ ამ ნივთის unboxing-ი არ გინახავთ ამანათებში, აი აქ იქნება ვიდეო, შეგიძლიათ გადახვიდეთ ნახოთ. როგორც მოგეხსენებათ, ეს არის Xiaomi-ის ფირმის Bluetooth დინამიკი. შეფუთვა ესე გამოიყურება, როგორც ხედავთ. აქედან შეგვიძლია ვნახოთ მცირე მონაცემები. ანუ აქ ერთადერთი ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რომ Bluetooth-ის ვერსია არის 4 და 0 ვერსია. თითქმის მეტი ინფორმაციას აქ ვერ ხედავთ საერთოდ. შეგვიძლია მოდი თვითონ გავხსნათ ნივთი. შეფუთვაში ესე გამოიყურება. ორიგინალია, როგორც მოგეხსენებათ და შესაბამისად ესეთი შეფუთვებით მოდის. მეტი ყუთში არაფერი არ დევს, როგორც ხედავთ. ცუდი ის არის, რომ მავთული არ მოყვება, micro USB მავთული. მოდი თვითონ მოწყობილობა დავათვალიეროთ, ვიზუალურად აი ესე გამოიყურება, საკმაოდ სიმპათიურია და ყველაზე მთავარი რაც არის, ძალიან პატარაა, შეგვიძლია ხელშიც კი დავმალოთ. ეს არის ოქროსფერი, ვერცხლისფერი ვერსია, არსებობს ამის ოქროსფერი ვერსია და ასევე შავი ფერის ვერსია, რომლის ბმულებიც იქნება აი აქ აღწერა, შეგიძლიათ გადახვიდეთ ნახოთ. რაც შეეხება ვიზუალურად, როგორც ხედავთ, ამ ადგილას არის ჩამონტაჟებული დინამიკი. ეს მასალა გარედან დამუშავებული რაც არის, ყველაფერი არის, ეს მთლიანად მასალა არის ალუმინი, ანუ არ გეგონოთ პლასმასი, არ გეგონოთ, არის ცივი არის, როცა ხელს მიადებთ. ქვედა მხარეს აქ ამ ადგილას შეგიძლიათ რაიმე ჩამოსაკიდზე ჩამოკიდოთ. ეს დინამიკი, აქ როგორც ხედავთ, აქ ანუ Xiaomi-ის ლოგო. ქვედა მხარეს აქვს micro USB პორტი, რომლის მეშვეობითაც იყენება შინით ჩაშენებული ელემენტი და აი თუ ამ ადგილას ხედავთ, ეს არის ინდიკატორი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ინფორმაცია რა სტატუსია. და ყველაზე მთავარი რაც დაგვავიწყდა, აი ამ ადგილას არის ღილაკი, ანუ აქ ვერც კი დაინახავთ, რომ ღილაკი, უბრალოდ უნდა დააწვეთ. რაც გითხარით, როგორც გითხარით, ზედა მხარე ის მხარე არის ალუმინი, ხოლო ქვედა მხარე არის რეზინის მასალისგან დამზადებული, რომელიც რაიმე მყარ მასალაზე, პრიალა ზედაპირის მქონე მასალაზე დადებისას არ გადმოვარდება თავისით, ანუ არ სრიალებს, ანუ არ ხრიწინებს, უბრალოდ რეზინაა და შესაბამისად ნებისმიერ მასალაზე მყარად დადგება. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ეს დინამიკი დაუკავშიროთ, ანუ ვიმუშაოთ ამ დინამიკთან, რა თქმა უნდა, ტელეფონი არის საჭირო, რომელსაც იქნება ჩართული Bluetooth-ი. რა თქმა უნდა, შევდივართ Bluetooth-ში პირველ რიგში. ეხლა როგორც ხედავთ, ვერ ხედავს მოწყობილობებს, იმიტომ რომ ჩართული არ არის, იმისათვის რომ ჩავრთოთ ეს დინამიკი, აი ამ ღილაკს ვაწვევით დიდი ხანი. აი როგორც ხედავთ, ჩაერთო. ეხლა უკვე ძიების რეჟიმშია. ჩვენ შეგვიძლია ტელეფონში უკვე ძიება ჩავრთოთ. აი როგორც ხედავთ, უკვე ტელეფონმა ეს სპიკერი დაინახა, აი ესეთი დასახელებით ჩანს, თუ დავაწვევით აი ამ ღილაკს. ახლა უკავშირდება. აი როგორც ხედავთ, დაუკავშირდა და მიკროფონში პატარა ხმაც გავიგეთ და ნათურაც ლურჯად დაიწყო ნათურა განათება. შეგვიძლია დაამატოთ Sandos მოწყობილობებში, Samsung-ის შემთხვევაში. დაბავით. ისეც ასე, რაც შეეხება ხმას, თუ როგორი ხმა აქვს, როგორც მოგეხსენებათ, გითხარით, რომ აი ამ ინდიკატორის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რომ დაკავშირებულია და თუ ტელეფონზე დავაკვირდებით Bluetooth-ის იკონკას, აი როგორც ხედავთ, ჩანს, რომ აქ ამის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ დინამიკი დაკავშირებულია. ესე იგი, რას ვაკეთებთ პირველ რიგში, შეგვიძლია შევიდეთ უკვე ნებისმიერ მუსიკაში, თუნდაც YouTube-ზე და ჩავრთოთ ნებისმიერი ვიდეო, აი მაგალითად ბოლოს დამატებული ვიდეო, ჩემი დამატებული ვიდეო არის აი ეს. და ამ წუთისთვის როგორც ხედავთ, ხმა მოდის აი აქ. უბრალოდ დაწეულია. gearbest.com-დან. როგორც ხედავთ, მოდიოდა ნიდერლანდების პოსტით, მაგრამ თვითონ შეაფასეთ როგორი ხმა აქვს. მოდიოდა და ჩამოვიდა დაახლოებით 25 დღეში. აი მიკროფონთან ესე გამოიყურება ამანათი, როგორც ხედავთ, დაზიანებული არ აღინიშნება. რაც შეეხება ასევე ამ ღილაკს აქვს კიდევ ერთი დამატებითი ფუნქცია, თუ დავაწვევით ამ ღილაკს.
ანუ დააპაუზებს მუსიკას, თუ კიდევ ერთხელ დავაწვევით. მაგაც მეც ვერაფერს ვერ გეტყვით, მოდით გააგრძელებს. რაც შეეხება მუშაობის რა პერიოდი მუშაობს, ანუ თქვენ შეგიძლიათ ერთი სრული დატანებით 4 საათი ამუშაოთ უპრობლემოდ, ანუ ელემენტი აქვს საკმაოდ კარგი ხარისხის და მძლავრი. მოდით ახლა მე ვეცდები ჩავთო ისეთი მუსიკები, რომელსაც საავტორო უფლებები აქვს. და თქვენ თვითონ მოისმინეთ ამ მიკროფონის ხმა. ეხლა დაახლოებით დაშორებულია ის მიკროფონი, რომელთაც კამერაზე მაქვს შეერთებული, დაახლოებით 9 მეტრზე და ალბათ გესმის როგორი ხმა აქვს. მოკლედ მეგობრებო, საკმაოდ ძალიან კარგი დინამიკია, ის ჩემი პირადი აზრია. ყველას ვისაც კი ვაჩვენე ეს დინამიკი, ყველა გაუცებული დარჩა, ზომიდან გამომდინარე ესეთი კარგი ხმა როგორ შეიძლება გქონდეს, მაგრამ ფაქტის სახელზე თქვენს მოისმინეთ და თქვენ თვითონ გასაჯეთ რის თუ არა ეს დინამიკი შეიძინოთ დაახლოებით $13-12 კონკრეტულად გერბესზე. ხარისხი კიდევ ერთხელ გიმეორებთ არის იდეალური და ყველაზე მთავარი რაც არის პორტატული, როგორც მოგეხსენებათ სხვა ტიპის სხვა კომპანიები, რომელიც აწარმოებენ მსგავს პროდუქციას და უფრო ზომაში აპატარებენ, როგორც მოგეხსენებათ უფრო იზრდება ფასი, მაგრამ ამ დინამიკის ფასი დაახლოებით არის 25-დან 30 ლარის ფარგლებში. ხოლო თუ სხვა კომპანიები ჩვენთვის კარგად ნაცნობი კომპანიების მსგავსი ტიპის ან მსგავსი ზომის დინამიკებს ნახავთ, საკმაოდ ძვირიღის დაახლოებით 100 ლარიდან ზემოთ. ასე რომ კარგად გადაწყვიტეთ, მოიფიქრეთ თუ გინდათ საერთოდ დინამიკის შეძენა, Bluetooth დინამიკის შეძენა და თქვენი არჩევანი გაარჩერეთ Xiaomi-ზე. მოგეხსენებათ Xiaomi-ს ძალიან ბევრი ტიპის დინამიკები აქვს, არის ამაზე მოდიდო ზომის დინამიკები, ეს დაახლოებით დიდი ზომის, აი ამ ხელა ზომის დინამიკებიც არის 4-კუთხედი ფორმის არჩევანი ძალიან დიდია, მაგრამ თავარი ის არის, რომ არის ხარისხიანი, ძლებს ძალიან დიდი ხანი და ხმა აქვს იდეალური, ახლა შედარებით ამ პატარისგან განსხვავებით დიდებს უფრო მეტი
საუკეთესო ხმავს ამ დინამიკთან შედარებით, მაგრამ თუ გსურთ საერთოდ Bluetooth დინამიკის შეძენა ამ ფაში, პირველ რიგში გირჩევთ ამ დინამიკს. პირველი მიზეზი ის არის, რომ 4 საათი ძლებს ელემენტი სრული მუშაობის დროს, არის ძალიან პატარა, კომპაქტური არის, სიმპათიური და რა ვიცი, ყველა შემიძლია რომ გირჩიოთ. მოგეთ მეგობრებო, კითხვები თუ გექნებათ, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში ან მომწეროთ Facebook-ზე. დღეისთვის სულ ეს იყო. მოიწონეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში, გამოიწერეთ ჩვენი არხი როგორც Facebook-ზე, ასევე YouTube-ზე. დიდი მადლობა რომ გიყურებთ. კარგად სანდებოდეთ.